მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისა და საკითხის გაშუქებისთვის. დიახ, როგორც მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა უკვე წლებია ითვალისწინებს კოხლიარულ იმპლანტაციას. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა შესაბამის საჭიროების მქონე მოქალაქეებმა აღიდგინონ სმენა და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა არსებობს ისეთი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ასპექტები, რომელთა გათვალისწინებით მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მიზანშეწონილია ორმხრივი კოხლიარული იმპლანტაციის ჩატარება. ესეთი ასპექტები გახლავთ მაგალითად სმენის სივრცითი ორიენტაცია, ხმაურიან გარემოში კომუნიკაცია, მოცულობითი სმენის განვითარება, სმენის გზების სიმეტრიული განვითარება და ასე შემდეგ. სწორედ ამ საკითხების თაობაზე შედგა შეხვედრა მინისტრთან, იყო განხილვები სამინისტროში, დამუშავდა თემა და ჩვენი ექიმ სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 4 წლამდე ასაკის ბავშვები უზრუნველყოფილნი იყვნენ ორმხრივი კოხლიარული იმპლანტაციით და გადაეცეთ 2 კომპლექტი კოხლიარული იმპლანტის. რა საფუძველი უდევს ორმხრივი იმპლანტაციის 4 წლამდე ასაკობრივ ზღვარს? ესეც მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ. დიახ, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახლავთ სმენის ცენტრის განვითარების ფიზიოლოგიური თავისებურებები. სმენის ცენტრის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა გახლავთ სმენითი სტიმულაცია. ასევე სმენის ცენტრს ახასიათებს განვითარების ეგრეთ წოდებული კრიტიკული ეტაპები და ეს გახლავთ პირველი 3.5-4 წელი. თუ აღნიშნულ პერიოდში არ არსებობს ესეთი სმენითი სტიმულაცია, უკვე შემდეგ სმენის ცენტრი გადადის ფუნქციურ, ესე ვთქვათ, დეგრადაციის გადაგვარების ეტაპზე და ის უკვე იძენს სხვა ფუნქციას. შესაბამისად, დაგვიანებულ ასაკში, მაღალ ასაკში ჩატარებული კოხლიარული იმპლანტაცია ვეღარ არის უკვე საკმაოდ ეფექტური, საკმარისას ეფექტური და სწორედ ეს გარემოებები გახდა იმის საფუძველი, რომ ყველაზე მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საუკეთესო პერიოდი გახლავთ 4 წლამდე ასაკში ორმხრივი კოხლიარული იმპლანტაციის ჩატარება. ბატონო გრიგოლ, რა უპირატესობა აქვს ორმხრივ იმპლანტაციას ცალმხრივთან შედარებით? ამ ბავშვს უკეთესად ისმის, ხო, ალბათ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ საკითხის ასე გაშუქებისთვის. ძალიან უშუალოდ გიპასუხებთ ამ ისტორიას მოგიყვებით, რაც ამ კოხლიარულ იმპლანტაციას ჩვენს ქვეყნის ამაყოთ გააჩნია ისტორია. ბოლო 30 წლის ისტორია აქვს სოფლიო სტანდარტით ამ კოხლიარულ იმპლანტაციას და აქედან 27 წელი ჩვენს ქვეყანაზე მოდის. ბატონი შათა ჯაფარიძის, ჩვენი დიდი პროფესორის ჩანაფიქრით, მისი უშუალო ძალისხმევით, მისი ხელებით, გონებით, ფიქრით შესრულებული 27 წლის წინ პირველი კოხლიარული იმპლანტაცია დღეს უკვე როგორ აქტუალურ ხაზზე გავიდა. ანუ ამ ოპერაციასთან მიმართებაში იგულისხმება შემდეგი რამ, ახლა ახსენა ჩემო კოლეგამ, შემდეგი რომ 4 წლამდე აფერენტული გზები პერიფერიულ სმენასა და ცენტრალურ სმენის ორგანოს შორის ბლოკირებას განიცდის და ის იმპულსები, რომელიც ნორმალურ ადამიანში ამ პერიოდში გადაეცემა, შესაბამისად ბლოკირებას განიცდის და ის შეუქცევადი ხდება და შემდგომში თუ კოხლიარული იმპლანტაციას ოდესმე გაიკეთებს პაციენტი უკვე ჩამოყალიბებული სიყრუის და ყრუმუნჯობის შედეგად მხოლოდ ექნება წვდომა იმ სიგნალთან, იმ ხმაურთან, რომელსაც გარემოდან აღიქვანს და არა მეტყველებასთან. მეტყველება იცით კარგად, რომ სმენის შედეგია და თუ ბგერა არ კონტროლდება სმენით, მეტყველებაც შესაბამისად არ არის. არის ამ კოხლიარულ იმპლანტაციაში მნიშვნელოვანი კიდევ აღარ უხვევ პასუხს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არის დაბადებიდანვე სიყრუე, ანუ ჩვილასაკში შეძენილი სიყრუე გარკვეული პათოლოგიების გამო და არის პოსტლინგუალები, ანუ მოლაპარაკე ადამიანებთან სიყრუის ფაქტები. აი როცა მოლაპარაკე ადამიანი ყრუდება, იქ ზე შედეგებზე გადის და იქ ისე ფუფუნებას იღებს პაციენტი, რომ პრაქტიკულად არც დაუკარგავს სმენა. შესაბამისად მეტყველებაც უნარჩუნდება. აი დაბადების შემთხვევაში თუ ჩვენი დღევანდელობის პრაქტიკა მოდის ცალმხრივი კოხლიარული იმპლანტაციებით და ბოლო გადაწყვეტილებამდე და აი აჩვენა ამ ცალმხრივ კოხლიარულ იმპლანტაციებმა, რომ ბავშვების აი ამ 4 წლამდე ჩანერგილი იმპლანტები ისეთ განვითარების და ისეთ სოციუმთან აპრობაციის საშუალებას აძლევს, რომ თუ ეს ორმხრივად კეთდება, შესაბამისად ბუნებრივია გაორმაგებული შედეგი და ეფექტებით იქნება ეს ყველაფერი. აი არის თუ არა კოხლიარული იმპლანტაციის კანდიდატი ყველა სმენად დაქვეითებული ბავშვი?
გონი ხო ძალიან კარგი შეკითხვა. ჯერ პირველ რიგში, როცა სმენის არარსებობას ახლავს ბავშვს და პაციენტს, ბუნებრივია ჯერ მისი დიაგნოსტირება მიდის. სად არის ამ სმენის დაკვირვების პრობლემა? არის გარკვეული სმენის ჯაჭვი, ექიმურად, რომ ამ ჯაჭვში წყვეტა თუ არის ლოკოკინაში, არის ასეთი ორგანო ჩვენს მუხლში, ამ ლოკოკინის ჩანაცვლება ხდება სმენის აპარატით, კონკრეტულად ამ კოხლერული იმპლანტაციით, ამ ელექტროდით. და თუ ამ წყვეტას ამ რგოლში ხედავს ექიმი გარკვეული კვლევებით დასკვნებით აუდიოლოგების მიერ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია კოხლერული იმპლანტაცია სუპერ გამოსავალია ასე დროს. საუკეთესო გამოსავალი, რაც მედიცინის განვითარება მოგვიტანა. ნამდვილად, ქალბატონეკა, ისევ თქვენ მინდა გკითხოთ, როდის შედის ძალაში ეს ცვლილებები და რა გზა უნდა გაიაროს მშობელმა იმისთვის, რომ შვილი დაარეგისტრიროს ამ პროგრამაში? პრაქტიკულად რამოდენიმე დღეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ისარგებლონ ჩვენმა ბენეფიციარებმა ამ სერვისით. ზოგადად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და კონკრეტულად კოხლიარული იმპლანტაციის სარგებლობისთვის ჩვენს ბენეფიციარებს არ ჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა. ბენეფიციარი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და მკურნალ ექიმს, ვისთანაც სურს გარკვეული სერვისის მიღება. სამედიცინო დაწესებულება თავად აგზავნის მოთხოვნას ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. ამის შემდეგ უკვე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე SMS შეტყობინების მიღების შემდეგ შეუძლია ბენეფიციარს მიმართოს კვლავ სამედიცინო დაწესებულებას და დაგეგმოს მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისი. ასე რომ დამატებითი ბარიერები ნამდვილად არ არსებობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სარგებლობისთვის. კი ბატონო, სამედიცინო დასკვნასაც თვითონ დაწესებულება მოკლედ აგზავნის და მშობელი უფრო, ასე ვთქვათ, მარტივად ახერხებს აი ამ ყველაფრის დაგეგმას. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა. მადლობა, ჩვენი სტუმრები გახდნენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ქალბატონი ეკა შარაძე და ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ბატონი გრიგოლ თოფურია. ძალიან დიდი მადლობა.